უჩვეულო საინფორმაციო ტური ყაზბეგში ტრადიციული მედიის წარმომადგენლებთან ერთად ყაზბეგის ტურისტული ადგილები ინტერნეტ ბლოგერებმაც დაათვალიერეს. ეს ის ახალი ელექტრონული მედიის სფეროა, რომელიც საქართველოში სულ ახლახანს გამოჩნდა. საინფორმაციო ტური კომპანია ბილაინის და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. სოფიო მაკაცარია გიამბობთ. გერგეთის სამება და დარიალის ხეობა. ყაზბეგის ტურისტული ადგილები მასმედიის წარმომადგენლებმა კომპანია ბილაინთან და ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მოინახულეს. საინფორმაციო ტური როგორც ჟურნალისტებისთვის, ასევე ინტერნეტ ბლოგერებისთვის მოეწყო. ინფოტური უჩვეულო გამოდგა. მასმედიის წარმომადგენლებს შორის გამორჩეული მაინც ინტერნეტ ბლოგერები იყვნენ. ეს ის ახალი მედია სფეროა, რომელიც საქართველოში ჯერ ისევ მკვიდრდება. ინტერნეტ ბლოგერებს ელექტრონულ სივრცეში საკუთარი გვერდები აქვთ, სადაც ისინი სხვადასხვა ინფორმაციას აქვეყნებენ, რომელთა მოპოვებაშიც მონაწილეობას თავადვე იღებენ. ხშირად აქვეყნებენ ამა თუ იმ საკითხზე საკუთარ მოსაზრებასაც. ბლოგერებს ყაზბეგის ინფოტურშიც განსაკუთრებული მისია ჰქონდათ. მათ ინტერნეტ გვერდებზე საკუთარი შთაბეჭდილებები უნდა აესახათ. ბლოგერები აშუქებენ ხოლმე თანამდებობს ამას ღონისძიებებს. ეს საინტერესოა ისე როგორც ბილაინის ამ კომპანიის წარმომადგენლებისთვის, ისევე ბლოგერებისთვისაც, რა ეს მომავალში მათ დაეხმარებათ სამსახურის ტექნოლოგიაში, პოპულარიზაციაში და ასე შემდეგ. ყაზბეგის საინფორმაციო ტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა და ინტერნეტ ბლოგერებმა კომპანია ბილაინის ახალი საბაზისო სადგურიც დაათვალიერეს. მექანიზმი რამდენიმე დღეა ამუშავდა და მისი საშუალებით კომპანიის ქსელის სარგებლობა უკვე ყაზბეგშიც გახდა შესაძლებელი. შემდეგი 6 თვის განმავლობაში ბილაინი მსგავსი სადგურების აგებას სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, სამეგრელოსა და რაჭაში გეგმავს. ეს ერთ-ერთი საბაზო სადგურია იმ 30-დან, რომლის აგებასაც ჩვენ ახლო მომავალში ვაპირებთ. სოციალური მედიისთვის ჩვენი ტექნოლოგიების უკეთგაცნობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხალხმა მეტი იცოდეს ჩვენი საქმიანობის შესახებ. აქ არის ძვირფასი ისტორიული ძეგლები, რელიგიური სიწმინდეები და ასთავარია მწვერვალები, რომელიც ბევრისთვის საოცარი მიმზიდველობაა. იმისაც რომ ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდეს, ხალხმა იცოდეს, ეს მოიცავს არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო, ჩვენ გვჭირდება ახალი კომუნიკაციის ქსელები და ამისთვის ჩვენ მივესალმებით ტექნოლოგიურ წინსვლას. ბილაინის საქმიანობის ჟურნალისტებისთვის უკეთგაცნობასთან ერთად ინფოტურის მთავარი მიზანი ყაზბეგში ტურისტების მოზიდვაც იყო, ვინაიდან ბლოგებს მთელი მსოფლიო კითხულობს, ეროვნული სააგენტო ტურისტთა ნაკადის მატებას ვარაუდობს. კომპანია ბილაინი ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მსგავსი ტურების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.